burning down for all to see. Then switch it up and treat me right. You promised sun, but you bring rain. I still love what you do to me. The highest highs, the lowest lows. You take me to every extreme. Can't get enough, please let me be. But I love what you do to me. გამარჯობა. დღეს ამოვედი ცხეთაში, თბილისიდან სადღაც 20 კილომეტრშია და ულამაზესი ადგილია რა. ცხეთაში ვარ ბევრჯერ ნამყოფი ქალაქში, მაგრამ ესე ქალაქიდან რომ გადიხარ ესეთ ადგილებში არასოდეს არ ვარ ნამყოფი. და აი ყველა მხარეს უმაგრესი ხედია. ეკლესიასთან ვარ, ქვევით პარკინგია, იქ ეკლესიამდე აღარ ავედი, მოსწორებული და სახლი მანქანისთვის იდეალური ადგილია და დღეს 1000 გამომწერის აღსანიშნად მინდა რომ გავაკეთო ტაფაზე ნამსხვარი. 6 საათია უკვე და ცოტა შემაგვიანდა, იმიტომ რომ ქალაქის ამოსასვლელში ძალიან დიდი საცობები იყო. და მინდა რომ მოვასწრო ახლა. სანამ დაბნელდება გავაკეთო ეგ. ეკლესიიდან არის ულამაზესი ხედი და მინდა რომ იმ ხედზე ვჭამო. ესეთი უკანა ეზო მაქვს და სამზარეულოდან მაქვს დღეს ესეთი ხედი. ამოვშალო ეს და გამოვიღოთ რეები მჭირდება. მაცივრიდან რაც დამჭირდა იყო კვერცხი, ზედა კარაქი, კიდე გვინდა თაფლი მინდა, კაკაო, სოდა, ამის ტოპინგად გამოვიყენებ M&M's, კიდე ქვილი და შაქარი. შაქარს საშაქროში გადავყრი. ხის საღამოს მოვამზადებ ბულდაკს. ავიღებ ამ ჯამს. კიდე რა ეკლესიასთან ვიყავი ასული და გავიოფლე ისე დამწყ. ამოვკეცოთ. ქვილს ავიღებ. სადღაც ესე. ჩავყრი ქვილს. დავამატებ. ნახევარჭიქაზე ცოტა ნაკლებ შაქარს, თუ კიდე მოვაკლებ რა. ბევრი რო არ იყოს. თაფლიც ხო ექნება. შაქარიც. მეორესაც მივაყრი. ჩავატყავ ერთსალ კვერცხს. ალელა დამესხა შარვალზე. სოდას მივაყრი. ესე ძალიან ცოტა სოდას გავუკეთებ. დავასხავ ძეს. დავიწყებ ახლა ამის ამორევას. ცოტა ფქვილი კიდე დავამატე და აი ესეთი მასა მივიღე და წესით უნდა გამოვიდეს. წინაღამ კარაქის ჩაგდება დამოვიწყო და კარაქი უნდა იყოს გამდნარი, მაგრამ წესით არაფერი არ მოუვა რა.
ჩავაგდებ კარაქს. აკაკას არის ცხებში. დავდგავ ტაფას. ვა, გაზი რატო არა? ჩაკეტილი. გაზი გადაკეტილი მაქვს. გავუშვათ გაზი. გამოვიდეს ეგა. მოდი უფრო ამ დაბალ ცეცხლს ჩავრთავ და ამას დავწევ ყველაზე დაბალზე. ამას მთლიანად გადმოვიტან. პატარა ტაფა რომ მქონოდა უკეთესი იქნებოდა რა. მაღალი გამოვიდოდა, მაგრამ ამას გავჭრიოთ დავადებ ერთმანეთზე. ესე გამოიყურება და ამას დავაფაროთ თავზე. და ეხლა დროს დავინიშნავ დაახლოებით 10-15 წუთს ყველაზე დაბალ ცეცხლზე. სანამ ნამცხვარი ცხება, მე გავამზადებ რეები მინდა წავიღო ხედზე გემრიელად რო ვჭამო. ეგა ავალ აიქ მორჩა. აი ესეთი გამოვიდა ნამცხვარი, ჯერ ზევიდან ტოპინგი არა. მანქანა ოდნავესია და იქით იყო ცოტა დაყირავებული. ესენი გამოუწერე ეს თეფშები ძალიან კაია, პლასმასი არა, რაღაც სხვა ისა. მიკროტალურსაც უძლებს, დავარდნასაც, დუღარისაც ყველაფერს რა და თან არ ტყდება, ძალიან ძნელად ტყდება. ესეთი ნამცხვარი გამოვიდა. გავხსნათ თაფლი. სუნი აქვს სასწაული. თაფლი მგონი ეყოფა. მოვაყაროთ M&M-ს ლამაზად. ნამცხვარი მზადა, ერთი დეტალი აკლია. აბა, ულოცავ ჩემარხს 1000 გამომწერს. ახლა წავედი ზევით. ავედი 1000 გამომწერზე. უკვე 1200 გამომწერზე ვარ. 1000 გამომწერს ესე მალე არ ველოდი. ვიდეოებს რო უყურებ, ჩემ ვიდეოებს დიდად კაი ხარისხი არა, იმიტომ რომ მე როგორიც მინდა და როგორიც მაქვს ჩაფიქრებული, რომ როგორი ვიდეოები მინდა გამომდიოდეს, ეგეთი ვიდეოები ჯერ ვერ გამომდის. გამოცდილების ამბავიცაა და თან ეგ შენ კამერას რო ვიყიდ, მე საერთოდ მაგარ ვიდეოებს გადავიღებ რა, იმ პატარა სივრცეში ადვილია, ყველგან მიდო, მიამაგრო და ბევრი კუთხიდან კაი კადრები აიღო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა არხის გამოწერისთვის. გთხოვთ, ვინც მიყურებთ, იმათმაც გამოიწეროთ. ამ წელს ვავიდოდი 1000 გამომწერზე, მართლა არ მეგონა რა. ესეთია ნამცხვარი. თაფლი კარგად შეიწოვა. აუ რა ფაფუკია. დიდი მოუჭერი. ჯერ ესეთი გემრიელი არაფერი არ გამოსულია, ოღონდ მართლა. ძალიან დიდი მადლობა რა ყველას, ვინც გამომიწერეთ. ოცნება იყო ერთ-ერთი YouTube-ის დაწყება და ვერ უბედავდი და
ძალიან ბევრი გამომწერი მინდა და ძალიან ბევრი ნახვეები თქო, მაგასაც მოგატყუებთ, იმიტომ რომ არც არავის არ უგზავნით ჩემი ვიდეოებს, ჩემი სამეგობრო საძმაკაცო ვინც პოულობს. რამდენიმე ძმაკაც ვთხარი თავიდან და იმის მერე ვინც პოულობს, თავისით პოულობს და მე მწერენ შენი ვიდეო შემხვდაო. სოციალურ ქსელებზე, სხვა სოციალურ ქსელებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, არ სადავ უჭრით ჩემი ვიდეოს მონაკვეთებს და არ სადავდებ. შეიძლება სანმე დადუხტქვა მაგალითად TikTok-ზე ან Instagram-ზე, Facebook გამორიცხული, Facebook-ზე ისეთ საშინელი. ჯერჯერობით არ ვთვლი საჭირო და სანმე დავდო რა. თავისით პოულობთ მაინც თქვენ. ვინც მიპოვეთ, ვინც გამომიწერეთ, კომენტარებიც, აი, ალბათ მაგიტო უფრო წამოვიდა ესეთი კაი კომენტარები, რომ ვინც ნახეთ, ყველა YouTube-ის მაყურებლებმა ნახეთ რა. სხვა სოციალური ქსელებიდან და გაზიარებებიდან თითქმის არავინ არ გადმოდის ჩემ ვიდეოებს. მაგიტოა კომენტარებიც ესეთი, სულ ყველა დადებითია. ორი კომენტარი იყო მარტო არადადებით. ერთი იყო ამას რა გასმევს ძმა და მეორე იყო იმას რა გაყურებინებს ძმა. შევეცდები რომ ყოველ კვირას დავდო ხოლმე გასვლები, თუ ყოველ კვირას ვერ დავდენ. ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც. ბიუჯეტურადაც შესაძლებელია რომ იმოგზაუროთ, დაათვალიეროთ საქართველოს და ესეთ მაგარ ადგილებზე დარჩეთ. გააკეთოთ საჭმელები და ისე ამოვნოთ რა. როგორც ყოველთვის ეხლაც დავждები ამ ხედზე და სანამ დაბნელდება ვიჯდები. From me, and then you touch, I feel so much, I just love what you do to me. ხდება 12 საათი. ხდება რა დაიწყო 12 საათი და სანამ დავიძინებ დავაკეთებ ბულდაკს. რეები მჭირდება ამისთვის. ეს მჭირდება. რა ფერი მოუხდება, თეთრი მოუხდება. ღამე ვჩურჩულებ ხოლმე და რატო ვჩურჩულებ არ ვიცი. ღამე რო ვიღებ ყველა ვიდეოში, ყველა რა ორი ვიდეო მიგებს. სულ ჩურჩულებ ხოლმე. მოდი ამას გამოვშლი. რეები მჭირდება კიდე. აუ, რამდენი ხანი უნდა მოვხარშო? არა წერია. აჰა, всё. ესე იგი, 600 გრამ წყალშიო და მაქვს სასწორი. აქედან მოშვება და ის რომ ეზარება, აქვს მოშვებული მაქვს დატოვებული და დაიწყო სანამ დუღილი. ჩავრთოთ გაწოვაზე. როგორ უნდა მოვამზადოთ ეხლა ამის соуსი? აუ, კვერცხის გულის გამოცალკევება რა. დავაი მიდი, გთხოვ. აი. არა. გამოვიდა. და გული ჩავაგდოთ იქით. ეს წავიდა. კვერცხის გული გვიგდია. დავამატოთ. საკმარისია ეს. ეს არის როგორც ვიცი ძალიან ცხარი. პირველად ვსინჯავ ამას. ძალიან მიყვარს მე ესეთი ერთჯერადი რაღაცეები, ესჯერადი რა სწრაფი მოსამზადებელი რაღაცეები. მის соусიც ეს უნდა იყოს წესი ძალიან ცხარი. ეს მგონი ძალიან ცხარია. და ჩავაგდოთ ეს და ხარშოთ 5 წუთი.
აი დიდია. 5 წუთს დავინიშნავ ახლა. სანამ ის ზადდება ეს აუტკრიფოთ კარგად. გავიდა 5 წუთი. ერთი ეს ნადუღი და გადმოვასხა ამაში. აბა ამით თუ შევძლებ ამოხებას. ესე გამოიყურება. ნუდლსი ამოურიო ახლა ამაში соуსში კარგად. ეს იქნება ჩემი ძილის წინ საჭმელი. კარგად კი გამოიყურება. ნახოთ, აბა ახლა გემო. გავუსინჯოთ ერთი გემო. შემწვარი ქათმის ფილე ნაჭრებად ამაში და ერთი ცალი მოხარშული კვერცხი დახატავდა. მართლა გემრიელია ღირს 13 ლარი. მაგრამ რო გამოწერო ამაზონიდან იგივე ჯდება რა. სანამ ეხლა შევჭამე YouTube-ზე არეში. დღეს მოურჩი უკვე ყველაფერს. შევჭამ ამას, რამეს უყურებ და ხვალიდან გავაგრძელებ დღეს. გათენდა. მოვიდა მეორე დღე. გავაკეთე ყავს, მივაყოლებ ჩემს გუშინდელ ნამცხვარს. ბაკურიანს რა გასმევს ძმა, სხვა დალი ძმა. ნამცხვარი გუშინდელი ნახო ერთი ცივი თუ არ გაგიდე. აია, მაინც. ადგილებს ვეძებ ხოლმე უცხოურ აპლიკაციებში რა. საქართველოში სადმე დარჩენა რომ მინდა მაგისთვის უცხოურ აპლიკაციებში ვეძებ ადგილებს. სხვა ესე მანქანით მოგზაურები სად ჩემიან ხოლმე და ეგრევე ყოველ. ნუ რა თქმა უნდა იქაც ბევრი ადგილი არა. იგივე პრობლემა ქონდა Dream Forest YouTuberi როა და ძალიან მარტივი და პატარა საიტი ავაწყე When Life-ში, სადაც დავამატებ ხოლმე ჩემს ადგილებს, სადაც ვარ ზუსტ კოორდინატებს, ფოტოებს, როგორი მისასვლელი ადგილია და რაღაც ეგეთ ინფორმაციებს რა. და ყველა შეგიძლიათ ნახოთ, ნებისმიერ შეგიძლიათ ადგილები დაამატოთ, სად შეიძლება მანქანით დარჩენა. და შევკრათ ერთი დიდი ბაზა ადგილების და მაგიტო შევქმენი რომ ბევრი ადგილი გაჩნდეს რა საქართველოში ისეთი, სადაც 2 დღით, 3 დღით გამოვა ადამიანი მანქანით, არა აუცილებელი სახლი მანქანა იყოს ან overlander-ი. ნებისმიერი მანქანით და მოსწორებულ კარგ ლამაზ ადგილას დარჩება. ხო და ვინც იცით ადგილები თქვენს დაამატეთ, შევქმნათ ეს დიდი ბაზა რა და მიუხედავ ამ საიტს ადამიანის რესურსი მეყო. When Life-ში დაამატო
რა ადგილებში ხარ ნამყოფი, შენი პროფილი გააზიარო, შენი დამატებული ადგილები შეაფასო და რაღაც ეგეთები რა. მე 2-3 საათში დავიძრები თბილისისკენ, ნახვამდის.